არ ვიცი ამ ვიდეოს ჩაწერა რატო დავიწყე. არც ის ვიცი ამ ვიდეოს დავამთავრებ თუ არა. 12 მარტს ჩემს სოფელში, სოფელ კურსებში, ტყიბულის რაიონში მოხდა მეწყერი. და ძალიან ბევრ ოჯახს წაართვა საცხოვრებელი სახლი, ეზო. ამ ღამეს დედა იყო სახლში მარტო და საშინელება გამოვიარეთ, მაგრამ საბედნიეროდ ყველა გადარჩა. თუმცა ამ ამბავს მე მაინც ტრაგედიად მოვიხსენიებ, იმიტომ რომ დავკარგეთ ყველაფერი. გისურვებთ, რომ არავინ გამოცადოთ და არავინ იცოდეთ, რას გრძნობთ ყველანი, ვინც იქ გავიზარდეთ. მე სკოლა კურსებში დავამთავრე. აქამდე არ მომეცა საშუალება, რომ ავსულიყავი სახლში. და არც მინდოდა რომ არ მოგატყო, იმიტომ რომ რაღაცნაირად არ მინდოდა ეს სახლი ისეთი მენახა როგორც ახლა არის, მინდოდა რომ ყოველთვის ჩემს მოგონებაში ყოფილიყო ულამაზესი ეზო, ყვავილები, მზე, ბალახი, ჩიტები. აი ეს მინდოდა დამრჩენოდა სამუდამოდ, მაგრამ მგონი რომ დროა ჩემ თავს გადავაბიჭო და ვნახო რა მდგომარეობა დამხდება იქ. ხო და თუ ამ ვიდეოს დავასრულებ, ალბათ თქვენს მოგიყვებით ჩვენ სახლზე, ჩვენს ეზოზე, ჩვენს სოფელზე, რომელიც წარმოუდგენლად ადამიანივით მიყვარს. აქედან უკვე ხეხით უნდა გავაგრძელოთ, იმიტომ რომ გზა აღარ არის ფაქტობრივად. ეს გამოიყურება გზა ჩემს სახლამდე. აქეთ არის უკვე მდინარე. ზემოდან ხო წამოიღო ყველაფერი და ეს გზები ხო ამოიწია, გადმოიწია და აქ გაკეთდა ძალიან დიდი ეს კუნძული მდინარეში, ეს საერთოდ არ ყოფილა აქ. როგორ არის დახეთქილი, დანაპრალებული. ხელა ნაპრალებია, საშინელება. ეს იყო დინარისკენ ჩასასვლელი გზა. მართლა მთელი ბავშვობა აქ გატარებულა. ხელა ნაპრალებია ღმერთო. საშინლად რთულია, უფრო რთულია ვიდრე წარმოვიდგენდი. აი ეს განცდები რაც ახლა ნელ-ნელა მოდის. როიც ჯოჯოხეთია, მაგრამ ეს გზა არის ულამაზესი, ეს მშვენიერესი. იმას უხარია სახში რომელიც ერაჩვენს. ამ სილამაზეს შეხედეთ და მითხარით, როგორი გადასატანია, როცა ამას კარგავ. მერტო აი რა მოხდება რა? არაფერი მოხდეს მეტი. იქნებ რაც გადარჩა, ის მაინც გადარჩეს. აი საკაციები, ეხლა რა სურნელი გაიგოთ აქ. როგორია, ალბათ გააფრენდით. გოჭუნები. რაღა გოჭია, ხელა ღორია. ესენი მეზობლების არის, ალბათ იქეთ სამხრიდან გადმოვიდნენ. იქეთან გზიდან არის უკვე მოსასვლელი. იქიდან ჩვეულებრივად შეგიძლია მოხვიდე რა, უბრალოდ უკვე იქაც გაჩნდა ერთ ნაწილში ნაპრალი. აი ამისი იწყება უკვე ტყიბულის გზა. ტყიბულის აი ეს ტყიბულის გზა რა, ანუ აქედან უკვე შეგიძლია ტყიბულში ახვიდა. ეს აკაციები ჩემთან დარგო სხვათა შორის. ჩვენი ასახვევი, ღმერთო, ჩვენ სახლის ასახვევი. ფაიმე. შეიძლება ვიტირო და მსვენიათან. ფაიმე, რამდენი კვირა აქ არ ყოფილა, ღმერთო. გადალაგება, გადმოლაგება. აგერ სკამით იხება მასპინძე. ჩვენი ეზო. ჩვენი კატები, საჭმელები წამოვღეთ. გამარჯობა. ჩვენ გვერდით რამდენიმე სახლი გადარჩა. ახლა ვინც დაინახეთ ვიდეოში არიან ჩვენი მეზობლები ნათესავები, რომლებსაც ძალიან დაებზარათ სახლის, რომ აი რავი, ან გადარჩება, ან არა და თავიანთი ნივთები ჩვენ სეზონში და დავაწყობინოთ, იმიტომ რომ ჩვენი ჯერჯერობით უსაფრთხოა.
ეს კატები არ ვიცი. ნაწილი ჩვენია, ნაწილი არ ვიცი, მაგრამ მაინც ვაჭმევთ ხოლმე. მნიშვნელობა აქვს ისია. ეს აქ ესენი აქ ღმერთო, თუ მომეძებნება ვიდეო, ჩავსვავ აქ რა, ხელა ეზო იყო და საერთოდ რა ხდებოდა. ხატაის ჩვენ სად ჩამოუტანია ეს სასიმინდე ვაიმე ჩვენი ვაიმე შენ ხო კაცია ანუ რო წარმოიდგინოთ ეს სადაც ახლა მას X-ემოთ იყო სახლი აი აქ იყო ჩემი ბავშვობის მეგობრების სახლი წამოიღო ვაიმე ხატია არ მჯერა ტყოებია ნელა ჯარი ლურსუნები ხა ვაიმე ეს ვისი ეზოა საერთოდ ვირიკაშვილი ავაკობს რა ეძახი ვაიმე ზემოთ აღარასულ ხართ ხო აქედან ალბათ სადღაც საერთოდ სხვა ეს ხეები ღმერთო ეს გზა საერთოდ თვალით არ მაქვს ნანახი აქამდე ეს ღობეები ამაზეც საუბარი ზედმეტია და აი ჩვენი სახლები აქეთ საერთოდ აღარაფერი აღარ არის აი საერთოდ აქ სახლი იდგა აი ზემოთ ეგეც აღარ არსებობს აი სადაც ვდგა ეს იყო ჩემი ეზო და ვერ ვცნობ ანუ ვიღაცა სხვა ეზო რაღაცა სხვა ეზოებია ჩამოტანილი თავის გზით ეს სასიმინდე იყო ჩვენი შტაბი ბავშვობ დედას რა ყაყაჩუები რო აქვს გადავიღებ დედა ჩემს უყვარს ყვავილები ძალიან და ეს ბოსტანი იყო ძალიან დიდი სინამდვილეში სასიმინდე იყო ჩვენი შტაბი მე ჩემი დის და ჩემი ძმის და აქ ავდიოდით ხოლმე და რაღაც ჟურნალებიდან ჭრიდით უცხო პლანეტელებზე ინფორმაციებს და რაღაცებს და ეგრე ემოშვებოდით ხოლმე რა ქვია ავატარებდით დროს როგორც კი გამოდიხარ აქედან უკვე გონა რომ აი არაფერი არ მომხდარა იმიტომ რომ წინა ეზო აი ჩვეულებრივად გამოიყურება ჩვენი რაღაც სათონე აი ყველაფერი თითქოს არაფერი მომხდარა ვადუკა გაგიყავას ვაიმე ჩვენი ოთახი ეს ჩემი ნახატია აქ ქეთის ჩემი დის რაღაცებია ჩვენი ფოტოები ეს ჩემი ბიბლიოთეკა ეს ჩემი სარკე არ არის რა თქმა უნდა და შუქი არ არის ბუნებრივია ეს ჩემი თინეიჯერობის კარატა მე გაჩვენებთ ჩემი საყვარელი ხედი რა იყო როცა ამას გადავწევდი და ეხლა რა არის ძველ ვიდეოს ჩავსვავ შედარებისთვის აი მე ბოთებისო რა წამით საჭმელი ჩვენი ალუბლები დამწიფდება მალე. კი არა და ბალი, თეთრი ბალი. რაო, ფისუნია რაო. ოიმე. ესენი არიან ჩვენი და ჩვენი მეზობლის ფისოები. ასე მაინტერესებს. დაგუგობა, ხო და აი მე სამშობლო დაჯექი ყავა და გალები. ამირა სილამაზია ირმა. შენთან არ არის ახალი ვეცხატია. შენ ხო ქონდები. აურის სილამაზია, აი ყველაფერი რომ გენანება რაღაცა ტკივილამდე რომ არ დაი რაღაცა ბაიმები და ავე
ნახეთები და ერთი ხვებოდა ჩავარდი თეთრი ვარდი იყო პატარა კოკო გოგია ყავი ახლა გადმოვიდეთ ხატიას სახლში. აი ესაა ჩვენი სახლი, აი ჩანს ჩვენი სახლის მეორე მესამე მეზობელი და ეს უკვე ხატიას სახლი. აბა ხვალ წვიმას იწყებს. აი ირმა ნახე რა. ხო აი ნახე ეს ციგნი გამოვარდა. დაბზარული როგორ არის? ახლოს არ მიხვედოთ. ეს სახლი თქვენ ეზოში გადმოსულა. ვაიმე. ვაიმე. პირველად მოვედი. პირველად არის ეს ვაიმე, ესოც აღარ არსებობს. ანუ შოკირებული ვარ მართლა. ხო, მახსოვს ბამბუკების ეზო იყო თქვენი. ჩვენია კაცი. ვაიმე. შემოვარდა ეს ძალიან წაყირავებულია სახლი და მალე გავიდეთ აქედან ჯობი. ბიძე ჩემი სამსართულიანი სახლი, რომელიც 2 სართულია დარჩენილი და სხვის ეზოშია. მეზობლის ეზოშია. ღმერთო. ეს გასასვლელიც აღარ არსებობს. ამოსასვლელი. ხო, აბა. სამოსახლე აღარ არსებობს. ღმერთო. ანუ აქ რო წარმოიდგინოთ რამხელა ქუჩები იყო და აი სახლები საერთოდ ანუ ვეღარ ვცნობ გზა სად არის, სახლი სად არის, ვისია ეს სახლი. ვაკე იყო, ახლა მეუბნება. მე ვიცო. თეთა, ვაიმე. ვაიმე, რასკოს. ეს სახლიც გამონგრეულია. ვაიმე. კაი, გავიდეთ ამ ეზოდან თორე ეს სახლი. არა, არ გავჩერდავთ. აი სასწაული არ არის რომ ხალხი გადაურჩა ამ ყველაფერს. აი აივანზეა მიწა მომდგარი. ეს არის ანის და მეკოს სახლი? ეს არის ახლა ბოსლები რო იყო აქ და ის ადგილია. ვეღარ ვიგებ რა არის. სად რა არის? ეს წყალი ჩადის ქვემოთ, ხო? სახლებთან. ეხლა ვისი სახლისკენ გადავდივართ? მამუკასა. გოჩასკენ, იქეთან. ეს არის მე მგონი ნანას სარაია. ხო. ნანას სარაია. ამო ხეთქვა ნანა. სარაიაშიო. კი არ არისო დატეხილი, ეგარი ჩამოუტანია. ჩამოტანილია, ხო, იმიტომ რომ შუშები არ არის დამსხრეული. სახლი არის მიწაში ჩასული. იმხელა მიწა აქვს მიყრილი. აქ სუტყვა არის. ხო. აი მეკოს სახლი. ვაიმე. ღმერთო. აი ეს ვირო და ეს შემერხება. შენც არ იყავი აქ რომ? ახალია თუ გაიგებ. სად ბასეინი იყო, სად დავდიოდი წყალზე ან. არა, აქ არის გოჩას სახლის სახურა. ვაიმე. ის ზემოთ ვისი სახლია ის? ის არის ბადრის სახელი. ბადრის. ეს არის ხატიას სახელობის ხიდი. გადაბრუნდა. ყველა ხიდი თამარისაა და ერთი ხატიასიც რო იყოს. არაფერი დაშავდება. ნახე არ დამიჯა პირიქით. ნელა. ოპა. ხიდი გაგიკეთა.
Fine. Ha. Amas. ღმერთო. აი ვიცი რომ ძალიან ბევრი ვაიმე და ღმერთო ისმის ჩემს ვიდეოში, მაგრამ ის ხვანაირად უბრალოდ ვერ გამოვხატავან. ვერ ვხვდები. გადავდივართ ახლა სახლში. ისევ დავბრუნდებით უკან. რა თქმა უნდა არც დენია, არც გაზია, არაფერი არ არის ბუნებრივია. და წყალი მინდა ძალიან და წყალის არ არის ბუნებრივია, იმიტომ რომ წყაროები სადაც იყო და ბაკი სადაც იყო წყლის ეგ ადგილები აღარ არსებობს, მაგრამ ჩვენ პატარები რო ვიყავით, ჭაგათხარეს მამა ჩემმა და მისმა მეგობრებმა ხო და ჭაში წყალი გვაქვს. და რომ მივალე ხა სახში, ჩვენი ჭის წყალს დავლევ. აქ ეს არის ჩვენი ასახვევი და რომ მიგაქ და მე რო არც გეხმარები და ვიღებ. და აქ იყო ასახვევი ასევე, რომელიც ზემოთ ადიოდა უკვე. ეგ ასახვევი აღარ არსებობს და აი ეს ჩვენი ნათესავის მეზობლის ეზოა მთლიანად წამოღებული დაბლა. ეს ფისოებს აქ ან ფისოებს და ძაღლებს. დავტოვოთ. ყველა ფსურვას შეუძლია შემოვიდეს ძალიან წყალი. ეთილი ვინც არის, ვინც არა და დაახვიოს აქ. არ მოდის არა. ნათიას სახლი. ნათიას სახლის კარგად არის. აქ ტბა დგას. აქაც ტბა არის. აქაც ტბა და იქაც განხები ახლა. აქეთ მიწა არის ჩამოს. რა საერთოდ ვეღარ ვცნობ ადგილებს. დანარჩენებიც რომ მოყვებიან. წამო. მოდი შენ წადი ზევით არ მithქვია შენ წადი. აი მე ჩერჩედები. ეს საჭმელი. ჰა. გამოდი არ ვიცი საჭმელი.